მე უნდა გითხოთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მის აქტივებზეც უნდა მაინც არის შეზღუდული 24-ში უნდა გამოაცხადოს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა მზაობა არის და მოლოდინი იმის, რომ არ მიეცემა საკუთარი აქტივების განკარგვის საშუალება. არის თუ არა ეს მორიგი შანტაჟის მცდელობა იმის deep state-დან მართული პროცესების, ამას ხედავთ თუ არა წერილში განმარტებული იყო, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ხო, ნუ ეს ვიცით ჩვენ ხო რა პროცესები მიდის, არაფორმალური მმართველები, რომელიც მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და აქვთ იმის სურვილი, რომ მთელი მსოფლიო მათ მართონ. რა თქმა უნდა, აღნიშნული შანტაჟი გრძელდება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თავარი შანტაჟის მიზანი იყო ქვეყნის ინტერესების დათხოვა. ხო, გვახსოვს ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მან დაიკავა პრინციპული პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყნის მომავალს, რა თქმა უნდა, აქ რაიმე სხვა საკითხზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ამ პრინციპული პოზიციით ვაგრძელებთ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკას, ვდგავთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც პირველ რიგში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული. აღნიშნული შანტაჟი გრძელდება, მე მგონი დღეს ყველა კარგად ხედავს, არავის კითხვის ნიშანი არ უჩნდება იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა სასამართლო პროცესი, სხვა დავები რაც იყო, ყველა ინსტანციაში მოგებულია, მაგრამ თანხის დაბრუნება არ მოხდა. ალბათ, დიდი ალბათობით, იგივე დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. სასამართლო წარმატებით დასრულდება, მაგრამ არ მოხდება ასრულება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება, ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებას, მითითებას და მე მგონი ყველაფერი ცხადია, არანაირი კითხვა არ ჩნდება. ამაზე ვეკითხავთ, ადვოკატი აღიარებს, რომ ამერიკული სანქციები შეეხმარა მხოლოდ ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებსაც და მაგალითად შვეიცარიის ბანკში გაყინულია ანგარიშები. თქვენი გუნდის წევრები მუდმივად ამბობთ, რომ სანქციები არ მუშაობს და არანაირი პრობლემა არ გექნებათ. თუ ასეა, მაშინ როგორ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები ახლა ფაქტობრივად ამერიკული სანქციების წნეხის ქვეშ არიან? სანქციები შეიძლება დააწესონ, ხო? და ჩვენს მაგალითად ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაგვიწესეს, ხო, არ შეგვიძლია თქვა იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. მაგრამ ჩვენ ხო ბევრჯერ ავხსენით და ვთქვით, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. ანუ მე რომ არ ვიცი, ხა ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავისუფლად შევძლო გადაადგილება, უნდა დავთვალოთ ჩემი ქვეყნის ინტერესი, უნდა მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართულ ხალხს, დავაზიანებ ქართულ ეკონომიკას, დავაზიანებ ქართულ სახელმწიფოებრიობას. მეორე ფრონტი რო გაგვეხსნა, ხო გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა, რომ გვირჩევნია ბომბებიც ვიოდეს ქვეყანაში, ისეთ განცხადებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ესეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ხედავთ, ხო, როგორი უსამართლობა. ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები. ნუ არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, გინ მუშაობთ და დაარქვით, გინ არ მუშაობთ, თუმცა ამას ჩვენთვის არსებით მნიშვნელობა არ აქვს. რადგან პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავალი. ლუკა ძაძამიაძე მინდა გკითხოთ 1 თვე და 21 დღე ეს მე მგონი ირეკავს ან 1 თვე და 21 დღე მოუწია მას საკრებულოს დეპუტატობა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? თქვენი წარდგენილია წესით კომუნიკაცია უნდა გქონდეთ. გქონდა თუ არა კომუნიკაცია, სად მიდის, თუ იცით და რატომ აღმოჩნდა მოკლებადი? ლუკასთან გქონდა კომუნიკაცია, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. იმიტომ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ამ ახალგაზრდა ადამიანმა ბოლო თვეების განმავლობაში და არის მისი გადაწყვეტილება მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორში, კერძო მიმართულებით. შეურაცხყოფები აღმოჩნდა ეს თვითონ გააკეთებს განმარტებას, დარწმუნებული ვარ აღმოჩნდა. ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან იყო უკმაყოფილება, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა მათ ნაცვლად სიაში. ეს გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომ წასულიყო საკრებულოდან და ოცნებაზე უარი ერქვა. როგორც გითხარით, ის არის ქართული ოცნების მხარდამჭერი. მან მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველა
მოცემულობიდან გამომდინარე ყველა ინტერესების გათვალისწინებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მე სხვათა შორის გუშინ მქონდა საუბარი, მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, თავადვე დააკეთებს დამოკიდებას. ქართული ოცნების მხარდამჭერებს თქვენთან პრეტენზია ჰქონდათ, რომ რატომ მოხდა ადამიანი სიაში, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობდა და ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა. თქვენთან პირადად ჰქონია ვინმეს კომუნიკაცია, რომ პრეტენზია გამოეთქვა. მარტივად გეტყვით. ლუკა ზაზამი არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინ არ არის. არც თქვენ, არც მე და არავინ. ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული. მით უმეტეს, როდესაც ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა და ყველას მოგწდის. ახლა შეუცდომელი არავინ არ არის. შესაბამისად, ახლა განმარტება გაკეთებული იყო მის ქმედებებთან დაკავშირებით, მის აწმყოსთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს ქართული ოცნების მხარდამჭერებს. პრეტენზიები არ ყოფილა ჩვენთან და ჩვენ და ქართული ოცნების მხარდამჭერებს თქვენ უინერვიულობთ. თქვენ მიხედეთ საკუთარ თავს, ხო ხედავთ რა ხართ. გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ. ნახეთ რა მდგომარეობაში ვიყავით და ამიტომ არა რეალობაზე ვსაუბრობ რეალობაზე არა უნდა მიიღოთ ეს რეალობაში რა რეალობაშიც ხართ უნდა გაითავისოთ ნუ ინერვიულებთ ქართულ ოცნებაზე ქართული ოცნების მხარდამჭერებზე თქვენ მაგაზე არ ინერვიულობთ მერწმუნეთ უფრო მეტი გაქვთ სანერვიულობ იმ მდგომარეობაში ხართ რომ ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი და ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი იმ მდგომარეობაში ხართ რომ არც იპიპის განცხადებასთან ქართული ოცნების წევრად რჩება წევრად თუ რჩება თვითონ გააკეთებს განმარტებას გითხარი კაცადაც სხვა ძალიან ბევრი გიპასუხებთ და დაელოდეთ ერთო სექტორში მიდის და საქმის იპიპის განცხადებასთან დაკავშირებით ყოველ საუბარი არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსულსაცდიან ინფორმაციას რომ საქართველოში მოკლედ რთულია ვითარება პოლიტიკური ვითარება ამ შემთხვევაში თქვენ როგორ შეაფასებთ იპიპის და ზოგადად მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით ხელისუფლებასთან ხო ყველა მათ მიერ გაკეთებული განცხადება გაჯერებულია სიძულვილით, ყვილით, სიცრუით, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თუ დავაკვირდებით მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს არანაირი სიმართლის ნაფრთხალი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ყვილი, სიძულვილი, სიცრუე მოძალადეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება, აგერკა პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს ვეძებთ იმისთვის, რომ დავაფინანსოთ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში. წარმოუდგენელი ხა ჩვენ ხო ვიცით ეს არაფორმალური მმართველობა, რომელიც დაბატონებულია მსოფლიოში და პრეტენზია აქვს იმის, რომ მთელი მსოფლიო მართოს, არის ვენებს ეს ხალხი, ეს ადამიანები. იპიპის მთავარი მიზანი რა არის? ვისი? იპიპის. არაფერი მთავარი მიზანი არის რომ ხელი შეუწყოს, დაახალისოს ამ ძალადობრივ ჯგუფებს, მოძალადეებს და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ყულზე და სიცრუეზე. თბილისის მერის თანამშრომელი რომელთან დაკავშირებით გითხავთ ამ შემთხვევაში დღეს განიხილება საარჩევნო კოდექსის შესატანი ცვლილებები, სადაც საუბარი არის რომ საზღვარგარეთმყოფ ადამიანებს არ მიეცემათ ან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ისე უნდა მისცენ ხმა და უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ რო შეაფასოთ თქვენ როგორ აფასებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას? ხოლმე გუშინ ვისაუბრე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი აღნიშნულ დაკავშირებით მთელი დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია რომ თითქოს ამ ადამიანებს ვართმევდით უფლებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი ინფორმაცია საზოგადოება ბოლოს გაიგო ყველაფერი თუ როგორ არის რა თქმა უნდა მათ ექნებათ იმის შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში ხმა მისცენ, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ საქართველოში ჩვენს. მერის თანამშრომელი რომ დააკავეს მაგას კითხავთ სამი და ფარულად საფრანგეთის ახალ ელჩს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ელჩს ფარულ შეხვედრას მართავს ენჯერებთან 15-მდე ენჯეროს საკუთარ ბინაში მიიღოს ცოტა ხნის ერთი კვირით. რას უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრები და რატომ არის ესეთი გასაიდუმლოებული და ფარული? ხო, აი არ ვიცი, იცით, უცბად გეტყვით, არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს, იმიტომ რატომ არ ველოდებოდი? მე მქონდა რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა და მან პირდაპირ ისაუბრა, რომ მე ვიქნები ღია
არანაირი ეს პოლიტიკური საკითხები, ქვეყნებში და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა აგერ გამოიკვეთა, რომ ის ფარულად ხდება ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი. ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ელჩები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევიან და დაკავებულები არიან პოლიტიკით, მიზნად დიპლომატიით იყვნენ დაკავებული. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. გარემო ვაჭრებზე კითხავთ 3000 ლარს ართმევ და ორ კვირაში ერთხელ და აფრთხილებდა კონტროლი როდის შეიძლება ჩატარებულიყო. თქვენი პოზიცია პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეორე თანამშრომელია ბოლო 5 დღეში ვინც დააკავეს. როგორ აფასებთ ამას და ჩვენი დამოკიდებულება იცით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, შესაბამისად პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არავის არ ეპატიება რაიმე დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მონიტორინგი არ ხორციელდება, აი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელია, ანუ არ ახორციელებს მერიიდან კიდევ სხვა უწყება მონიტორინგს, ვინმე მსგავსი კორუფციული ზედამხედველობა მუნიციპალური ინსპექცია, რაც არის კანონით გაწერილი, გაუფლებამოსილება აქვს, რა თქმა უნდა, იმას ახორციელებს. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლაზე თუ საუბრობენ და მერის თანამშრომელს აკავებენ, უფრო ზედაეშელონებისკენაც დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები. რა პასუხი გექნებათ მათ კრიტიკაზე? ყველა დამნაშავე, ვინც ჩადის დანაშაულს კანონის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. არც ერთი საკითხი არ დარჩება რეაგირების გარდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ვთქვათ, ესეც განიხილება პარლამენტში, რა გახდა მიზეზი, რომ ვთქვათ, და გავიხსენოთ სიტყვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2006 წელს სააკაშვილის პერიოდში. აი რატომ უშლიდა ხელს ესე ვთქვათ ეს საქართველოს ხო, თქვენ იცით, ჩვენ სარჩელიც გვაქვს შეტანილი აღმაშენებთან დაკავშირებით. ესეც რა თქმა უნდა გარეგან თავისუფლებული თემა იყო. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს სამაჩაბლო, რომელიც არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების სამწუხაროდ დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის მოცემულობა. კიდევ ერთ ტერმინოვებ არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. საქართველოს აკრიტიკებენ იმ სახელმწიფოების უმაღლესი პირები, რომლებიც უშუალოდ თვითონ არიან ჩართული, მათ შორის რუსეთთან ეკონომიკურ ვაჭრობაში, მათ შორის ამაზე ისაუბრა გუშინ შალვა პაპუაშვილმაც და აი მოკლედ რომ წავიკითხო, ის მაგალითად 310 მილიარდი ევროკავშირმა გადაუხადა რუსეთს სხვადასხვა პროდუქტში, ენერგომატარებლებში, ასე შემდეგ, ასევე თავად კაია კალასის მეუღლეც იყო ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში და ნუ მთავარი პრეტენზია ესე თქვა შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ხალხი ჩვენ და ჩვენს ქვეყანას საერთოდ რას უნდა ეუბნებოდნენ მაშინ, როდესაც ესეთი გაჩაღებული ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ კონტექსტში, მათ შორის შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე დაყრდნობით? ყველაფერი ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ხო? ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მაგალითად რაღაცას ჩვენ გვიგზავნებენ და თვითონ აკეთებენ. ის რაც არ შეიძლება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია მათთვის. აქ ძალიან მარტივია. ყველა გამოდის თავის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. ყველას უნდა თავის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს განვითარებული. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ დიდ ქვეყნებს, უნდათ პატარა ქვეყნების ხარჯზე. ისეთი ქვეყნების ხარჯზე, როგორც არის საქართველო და რატოთქო ჩვენ სულელები ხო არა ვართ. რატო უნდა გავაკეთოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი. ისინი რა თქმა უნდა ფიქრობენ თავიანთ ქვეყანაზე. არ იფიქროთ, რომ ბრიუსელში ხა დამოსკუპებული ბიუროკრატი დღე და ღამე, ესე იგი არ ძინავს ჩვენზე ფიქრით. საქართველო როგორ განვითარდეს და საქართველოში როგორ იყოს ყველაფერი კარგად. აი სულ მაგით არიან დაკავებულები და დღე და ღამე მაგის ფიქრით არიან. ყველა ფიქრობს თავის თავზე, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე. ჩვენ ქვეყანას ჩვენმე უნდა მივხედოთ. და ამიტომ არის ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება და დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვითვალისწინებთ და ვდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩემი საკუთარი ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი. და ასევე კვლავ წამოვიდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ აი თითქოს საქართველოს უკრაინას არასაკმარისად ეხმარება, მაშინ როდესაც არაერთ ჰუმანიტარულ თუ საერთაშორისო დონის მათ შორის რეზოლუციებში მიიღო მონაწილეობა და ნუ აქ რამდენი უკრაინელი შემოვიდა და სასტუმროს ხარჯები. მე არ მახსოვს, გავით საერთაშორისო პლატფორმაზე, აი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა
უკრაინას და უკრაინელ ხალხს. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი შემოვიდა საქართველოში და რაღაც ახლა დაყვედრებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ყველანაირად გვერდით დაუდექით, ყველანაირად ხელი შეუწყოთ ამ ადამიანებს და რა ვიცი, მომავალშიც ასე იქნება, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ეს უნდა გაიგოს ყველამ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც ვფიქრობ ხელშემწყობი იყო მათი ხალხისთვის, მათი ქვეყნისთვის. ბატონო კახი, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაზე თუ მიდის საუბარი, თქვენთან და თქვენი გარემოცვის წევრებთანაც უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო უწყებებს კითხვები. რადგან წლებია მერიის თანამშრომლები არიან, მერიას ხელმძღვანელობთ და თვლიან, რომ ეჭვები და კითხვები ჩნდება მაგალითად სამშენებლო ბიზნესთან, ლობირებასთან დაკავშირებით. თქვენთან მაგალითად თუ ქონიათ საგამოძიებო უწყებას რაიმე კითხვა, ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ. აი, ვისირცხვილოთ მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებთ შეურაცხყოფას, ჩემს წინააღმდეგ შეურაცხყოფელ განცხადებებს. მთელი კამპანიები გქონდათ, ყველანაირი სიბინძურე იკადრეთ, ყველაფერი, ყველანაირი წითელი ხაზი გადაგვეთეთ. ერთი ფაქტი ხო შეგეძლოთ რომ წარმოგედგინოთ რაღაცა აი პატარა მტკიცებულებასავით რომ ან მე ამ ჩემი რომელიმე კონკრეტული თანამშრომელი არის დანაშაულში მხილებული. მთელი ამ წლების განმავლობაში იკვებებოდით, გაძლევდნენ ინფორმაციებს, ისევ შეიძლება ჩვენი გუნდიდანაც, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც სისულელეები აგიგორებინათ და ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენთ. შემდეგ ჩემთან მორბოდით და მე მაჩვენებდით, რომ აი თქვენმა თანაგუნდელებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ თქვენ წინააღმდეგ რაღაცები გაგვეკეთებინა, ვთქვათ, სიუჟეტების სახით, ხო? რაღაც მოგონილი თემებით. ამას რატო აკეთებდით? იმიტომ კი არა მე რომ მე გიყვარვართ და ჩემზე გიждდებით. აკეთებდით იმიტომ, რომ გუნდში შემოგეტანათ ისევ გახლეჩა, აძაბულობა, არეულობა და ასე შემდეგ. ხომ? უცბად ვიტყვი იმასაც, რომ თქვენთან შედარებით უფრო მეტი ანალიზის შესაძლებლობაც გვაქვს, უფრო მეტი ჭკუაც გვაქვს და ვაკეთებთ და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ირაკლი ხმალაძესთან ხარ ქონიათ კითხვები საგამოძიებო უწყებებს, რაც წავიდა იუსტიციის სამინისტროდანაც მაგალითად. არანაირი, რა ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაციას. კარგი, ლუკა ძაძამია როდესაც სიაში ჩასვით, ვისი რეკომენდაციით მოხდა სიაში? გითხარით ლუკა ძაძამიასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განმარტება და სიაში დღეს როგორ მოხდა? თქვენ არ ინერვიულოთ, ხო გითხარით მაგაზე ძალიან ბევრი და სანერვიულო. სიაში როგორ მოხდა? ეგ არის თქვენისა, თქვენ მიგეკითხებათ როგორ მოხდა სიაში ჩვენი აქციაზე რომ იყო იქიდან მოიხიბლა. აი, ნახეთ, თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენ ამ შემთხვევაში TV პირველი ჟურნალის ჩვენი გუნდის წევრი როგორ მოხდა ლუკაც და თქვენს და როგორ აკეთებთ თქვენ ვინ გეკითხებათ? თქვენ ვინ გეკითხებათ ჩვენ როგორ ვაკეთებთ არჩევანს? კარგი, ჩვენმა ამორჩეველმა ძალიან კარგად იცის. როგორ გააკეთეთ? ჩვენმა ამორჩეველმა ძალიან კარგად იცის ბევრი რამე. ჩვენი ამორჩეველი არის რომ თქვენ გამარცხებთ უკვე 2012 წლიდან დათვალეთ რამდენი წელია და ხართ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იმყოფებით. ამიტომ მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, რატომ ხართ ასეთი გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები, რეიტინგ დაკარგულები, განულებულები. ამაზე გავაკეთებ პატარა SWOT ანალიზს და შემდეგ უკვე მივიღებდი გადაწყვეტა, მაგრამ ამის უნარიც არ აქვს. ყველაფერს აბრალებ ქართულ ხალხს. იმის უნარიც არ აქვს, რომ საკუთარ თავში ეძიოთ. რა არის პრობლემა და